სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვისმის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას ჩვენ ავართ ძველ აღთქმაზე და ეს არის ნაწილი 32-ამდე, როგორც გახსოვთ, წინა იყო ჩანართი, იუდას ისტორია, ეხლა კი სამი თავი გრძელდება 39-40-41 იოსების უკვე ეგვიპტეში მოღვაწეობა და დაპატიმრება და ყველაფერი. თუ ჩემი თხოვნა იქნება რომ გადაშალოთ ბიბლიები, იმიტომ სამი თავის წაკითხვა ძალიან დიდ დროს დაიჭერს და ჩვენ შეზღუდულები ვართ დროში. ამიტომ გთხოვთ გადაშალოთ. თუ იცით ეს კარგად ეს ადგილები, ჩაიხედოთ, გაიხსენოთ და გზადაგზა რა თქმა უნდა ისეთი კომენტარებია რომ გაგახსენებთ კიდევაც თუ რა ხდება და რაში არის სიუჟეტიც. ეს ადგილი ეს ნაწილი უორემებისინ დაასათაურა როგორც უფალი ქმნის განსხვავებას. და ნახავთ რა განსხვავებებია აქ და რა პარალელებია იოსების ცხოვრებასა და სხვებს შორის. ასევე ღმერთის რჩეულ ადამიანებსა და ღმერთს განდგომილ ადამიანებს შორის. მოდით ახლა მივყვეთ ამ კომენტარებს. ეგვიპტე, რომელშიც იოსები აღმოჩნდა, ძირითადად მისდევდა სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეობას, სადაც დასახლებული იყვნენ გლეხები, რომლებიც ამუშავებდნენ მიწას და მოყავდათ მარცვლეული და ბოსტნეული. მათი სარწყავი სისტემის წყალობით ნილოსის ყოველწლიური წყალდიდობა უხვად ამარაგებდა წყლით მათ ყანებსა და მათ პირუტყვსაც. ასევე იყო რამდენიმე დიდი ქალაქიც, როგორიცაა ონი, ჰიეროპოლისი, სადაც ზის ღმერთს რას პატივს სცემდნენ და მემფისი, რომელიც აპისს ეძღვნებოდა, წმინდა ხარს, თუმცა მოსახლეობის დიდი უმეტესობა მაინც პატარა სოფლებში ცხოვრობდა. ეს ასევე რელიგიური სრულწმენებით შებოჭილი ქვეყანა იყო. ხალხი ცნობდა მინიმუმ 2000 ღმერთს და ქალღმერთს, მათ შორის თავად ფარაონს და განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისათვის მომზადებას. როდესაც ღმერთი ოსირისი განжжის ადამიანის საქმეებს, მათ იმ ადგილს მიუჩენს მომავალშიც მარადისობაშიც, რაც მათ დაიმსახურეს. ძალიან რეალური გაგებით ეგვიპტე იყო მიწა, რომელიც სიკვდილს ისეთივე დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორც სიცოცხლეს. ეგვიპტელები დიდი მშენებლები იყვნენ და მართველები მონებსაც და საკუთარ მოქალაქეებსაც კი იწვევდნენ მასშტაბური სამშენებლო პროექტებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ უბრალო ხალხი ცხოვრობდა თიხის აგურის სახლებში, მნიშვნელოვანი ნაგებობები ქვისგან იყო აგებული. ზოგიერთი პირამიდა შეიცავს ისეთ ქვას, რომელთა წონაც 15 ტონას აღწევს. მე მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ 70 ტონაც გამიგია მე. არ ვიცი, უორემების 15 მოიტანა, მე 70-იც გამიგია ზოგიერთი საფუძველში ქვა, რომელიც დევს. მთავრობა დიდი ბიუროკრატია იყო, რომელიც შედგებოდა მრავალი ჩინოვნიკით სხვადასხვა დონეზე და ათასობით მწიგნობრებით, რომლებიც ჩანაწერებს აწარმოებდნენ. ეგვიპტელმა მღვდლებმა და ბრძენკაცებმა შეისწავლეს ცადა დედამიწა, შეიმუშავეს 65 დღის ბზის წლის კალენდარი და ცნობილი გახდნენ თავიანთი მედიკამენტებით. მათ ასევე დახვეწეს ბალზამირების ხელოვნება. ეგვიპტელებს ჰყავდათ ცხენები და ეტლები და იცოდნენ ომის ხელოვნებაც. ეგვიპტეში ბევრი სემიტელი მონა იყო, როგორც იოსები იყო, მაგრამ იოსები ძალიან განსაკუთრებული იყო, რადგან უფალი იყო მასთან. რადგან უფალი იყო მასთან, ის წარმატებული კაცი იყო, მაგრამ ის, რასაც იოსებმა მიაღწია, ჩვენც ასევე შეგვიძლია მივახციოთ, თუ მივენდობით უფალს და ვეცდებით პატივი მივაგოთ მას, როგორც ეს იოსებმა გააკეთა. შემდეგი პირველი ქვეთავი ღვთის კურთხევის გაზიარებაა. როდესაც იოსები ჰებრონში, მამამისის სახლში იყო, ძმები მას შფოთის მონგვრელად თვლიდნენ, მაგრამ ეგვიპტეში ის უკვე კურთხევის წყარო გახდა. რადგან ღმერთი იყო მასთან. ღმერთმა აბრაამს აუთხა, რომ მისი შთამომავლები სხვა ერებსაც მოუტანენ კურთხევას. გასვოთ ხომ დაბადების მე-12 თავში, როგორ კურთხევას აძლევს ღმერთი აბრაამს და იოსებმა სწორედ რომ აღასრულა ეს დაპირება ეგვიპტეში. ასევე როგორც პირველ ფსალმუში არის აღწერილი, კურთხეულია კაცი ყველაფერში, რასაც აკეთებს, რომელიც წარმატებად დასრულდება. მე წაგიკითხავთ ამ ადგილს, ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უხრთოთ არჩევას, ცოლდვითალ გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს. ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველი ვეში, რასაც იქს, წარმატებულია. და აგრეთვე იესო ნავეს ძეს წინს თუ გავიხსენეთ, პირველ თავს
გახსოვთ იქაც როგორი კურთხევაა და რას ეუნება, რას პირდება უფალი იესო ნავეს ძეს. მე წაგიკითხავთ პირველი მუხლიდან. ორენბრის მარტო მერვე მოიტანა, მე პირველიდან წაგიკითხავთ. უფლის სახურის მოსეს გარდაცვალების შემდეგ უთხრა უფალმა იეშუა ნავეს ძეს მოსეს სახურს. მოსე ჩემი მსახური გარდაიცვალა, ახლა ადექი და მთელ ხალხთან ერთად გადალახე იორდანი იმ ქვეყნისაგან, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეებს. და ყოველ ადგილს, რომელზეც ტერფს დაადგავთ, თქვენ გაძლევთ, როგორც უთხარი მოსეს. უდაბნოდან და ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარამდე, ხეთელთა მთელ ქვეყანას, დიდ ზღვამდე, მზის დასალიერამდე იქნება თქვენი საზღვარი. წინ ვერავინ დაგიდგება, მთელი შენი სიცოცხლე, როგორც მოსესთან ვიყავი, ისევ იქნები შენთანაც. არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ. იყავი მტკიცე და გაბედული, რადგან შენ დაუნაწილებ იმ ხალხს იმ მიწას, რომელიც შევფიცე მათ მამებს მათთვის მისაცემად. ოღონდ გამტკიცდი და ძალზედ გამხნედი, რათა დაიცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვე მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ. და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ. დღე და ღამე მასე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენ გზებზე. განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, გამტკიცდი, ძლიერად გამხნედი მეთქი. ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი ყველგან, სადაც კი წახვალ. ნახეთ რა მაგარი დარიგება მოსეს გარდაცვალების შემდეგ იესო ნავეს ძესათვის. ასე რომ აგრძელებს ვორენ ვისბი, ასე რომ იოსები კარგი მაგალითია მორწმუნისა, რომელიც ენდობა ღმერთს და საუკეთესოდ იყენებს თავის რთულ ვითარებასაც. მას არასოდეს წაიკითხა ის, ლაპარაკი იოსებზე, რაც იერემიამ დაწერა ბაბილონში გადასახლებულთათვის. გახსოვთ იერემიას 29 თავი. ან ის, რაც პეტრემ დაწერა რომის იმპერიაში მიმოფატულ ქრისტიანებისათვის, პირველი პეტრეს 2:13-დან 20 მუხლების ჩათვლით. მაგრამ მან ნამდვილად გამოიყენა ეს მითითები თავის პრაქტიკაში. იოსებს რა თქმა უნდა, რომ ერჩინა სახლში ყოფილიყო მამასთან, მაგრამ მან ეგვიპტეში არსებული გარემოებები საუკეთესოდ გამოიყენა და ამიტომაც ღმერთმაც ასე აკურთხა იგი. უფლის კურთხევა აშკარა იყო პოტიფარის სახლის ხალხისათვის და მათ იცოდნენ, რომ ამის მიზეზი თავად ეს მონა იოსები იყო. აკურთხა უფალმა ეგვიპტელის სახლის იოსების გამო, ჩვენ ამას ვკითხულობთ 39 ამ თავის მეხუთე მუხლში, ისევ როგორც ღმერთმა აკურთხა ლაბანის სახლი იაკობის გამო, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ 30 თავში. პოტიფარი თანდათან სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აძლევდა იოსებს, სანამ იოსებმა რეალურად მთელი სახლის კონტროლი არ დაიწყო. გარდა იმ საკვებისა, რომელსაც პოტიფარი ჭამდა. ამას გვეუბნება ზუსტად აქ დაბადების წიგნში ეს ადგილი. იოსები ძალიან მოსწონდათ პოტიფარის სახლში ყოფ ხალხს და წარმართულ კეფთახვანისმცემლო ეგვიპტეში იოსები ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის შესანიშნავი დამმოწმებელი იყო. ის იყო პატიოსანი და ერთგული მუშაკი და ხალხი, ვისთან ერთადაც ის ცხოვრობდა, მუშაობდა, მათ ესმოდათ ეს ამბავი. ღმერთმა ყურადღება მიაქცია იოსების ხასიათსა და საქციელს და ის კურთხევად აქცია და ამ პერიოდისათვის იოსებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ის ფაქტი, რომ თავად ღმერთი გეგმავდა მის მიერ გამოგზავნილი სიზმრების ასრულებას. გინახავს კაცი თავის საქმის ოსტატი, მეფეთა წინაშე წარს დგება იგი და არა მდაბიოთა წინაშე. იგავების წიგნი სოლომონი გვეუბნება 22 თავში 29 მუხლში. მაგრამ მისი ერთგული მსახურება არა მხოლოდ ოჯახისათვის იყო კურთხევა, არამედ თავად იოსებისთვისაც. ის რომ სახლში დარჩენილიყო თავის მამასთან, რომელიც ანებირებდა მას, იოსებ შეიძლება არ განევითარებინა ისეთი ხასიათი, რომელიც შრომითა და ბრძანებების დაცვით მოდის. ღვთის მიერ ჩვენი სულიერი აღშენების მეთოდია მოგცეს სამუშაო და ის ადამიანები გამოგვიგზავნოს, რომლებსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ. ის გვცდის, როგორც მსახურებს, სანამ მერე უკვე ჩვენ თავად მართველებად არ დაგვიშნავს სხვებზე. მათე სახარება 25-21 გასოთ იგავს როყვება იესო ქრისტე. სანამ ის ხელისუფლების გამოყენების უფლებას მოგცემს, ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლების ქვეშ და ვისწავლოთ ჩვენს მორჩილება. დაბადების 29 თავის ამ თავის მე-6 მუხლში იოსების აღწერა ამზადებს გზას პოტიფარის ცოლთან დაკავშირებული ეპიზოდისათვის. იოსები არა მხოლოდ ღვთისმოსავი, საიმედო და ეფექტური იყო, არამედ ის ასევე ძალიან ლამაზი გარეგნობის და ძალიან სიკეთით აღსილი იყო. და ეს თვისებები, რომლებიც ალბათ მან დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო.
დიდი ცნუნების დაძლევა შემდეგი ქვეთავი. იოსები ორმაში გახსოვთ, იტანჯება თავის ძმების სიძულვის გამო, მაგრამ ახლა მას უკვე კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა ბოროტი ქალის ვნებიანობის გამო. რადგან მეძავი ღრმა ორმოა, ხოლო მაცდური და უცხო ქალი კი ვიწრო ჭაა. გვიზიარებს ამას სოლომონი თავის იგავებში 23 თავის 27 მუხლში. პოტიფარის ცოლი იოსებს დამამცირებლად მოექცა, რომ თავის საწოლში შეეპატიჟა იგი. შესაძლოა მან იფიქრა ბოლოს და ბოლოს განა ის იუდაველი მონა არ არის და განა ის ჩემი ქრისთვის არ მუშაობს, ამიტომ ჩემთვისაც უნდა იმუშაოს ბარემ. რადგან ჩემი ქმარი აქ არ არის, მე ვარ პასუხისგებელი და იოსები კი ჩემი სახურია. მისი საქმეა ბრძანებების შესრულება, ის იოსებს ისე ეპყრობოდა, როგორც ნივთს და არა როგორც ადამიანს და როდესაც მისი წინადადები უარყოფილი იქნა, ის მის წინააღმდეგ შემობრუნდა და დაიწყო შურისძიება. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ადამიანებმა სიყვარულზე, დაიცვან ქორწინების გარეთ სექსის საჭიროება, ეს გამოცდილება არასწორ, იაფფასიანი და დამამცირებელია, რასაც პოტიფარის ცოლი ჩადის. სიძვა და მრუშობა სუფთა მდინარეს კანალიზაციად აქცევს და თავისუფალ ხალხს მონებად, შემდეგ კი ცხოველებად. იგავების მეხუთე თავი, იგავების მეშვიდე თავი ამაზე გადმოგვცემენ. ის რაც სიტკბოდ იწყება, მალევე შხამად იქცევა, იგივე იგავების მეხუთე თავში ვკითხულობთ ამას. იოსები არ აპირებდა არც სიწმინდის და არც პატიოსნების შეწირვას, მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ბატონის ცოლი ხორციელად დაეკმაყოფილებინა. იოსებს დიდი გამბედაობა და მონდომება სჭირდებოდა ამ ბრძოლაში, რათა ყოველდღიურად წინააღმდეგობა გაეწია ამ ცნუნებისთვის, მაგრამ მან საბოლოო წარმატებას მაინც მიაღწია. მან აუხსნა მას თუ რატომ არ ითანამშრომლებდა. პირველი, ის სხვა კაცის ცოლი იყო და ეს კაცი კი მისი ბატონი იყო. მეორე, მისი ბატონი ენდობოდა მას და არ სურდა ამ ნდობის დარღვევა. და მესამე, მაშინაც კი თუ სხვა არავინ გაიგებდა ამის შესახებ, ღმერთი გაიგებდა ამას და ის განაწყენდებოდა იოსების ამ საქციელისათვის. ქალმა მხოლოდ სიამოვნების მომენტი ითხოვა, მაგრამ იოსებისთვის ეს დიდი ბოროტება იყო ღვთის წინააღმდეგ. პოტიფარის ცოლმა სავარაუდოდ სხვა მსახურები მისი ოთახს მოაშორა, რომ მათ ხელი არ შეეშალათ იმ დღეს მისთვის, როდესაც მან დაიწყო ყველაზე დიდი შეტევა იოსებზე, მაგრამ ამავე დროულად ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მსახურები საკმარისად ახლოს ყოფილიყვნენ, როდესაც ის დაიკივლებდა, რათა მათთვის იოსების სამოსი, რომელიც იოსებმა შეატოვა, ენახათ. და სხვათა შორის ამ შესანიშნავ ფოტოს მადლობა ქალბატონ მაია ბერიძიშვილს, რომელსაც შერჩეული ჰქონდა ეს ფოტო, რამოდენიმე იყო სხვათა შორის ეს ერთ-ერთი კარგი ნახატი არის, კლასიკური ნახატი ამ მომენტის აღწაწერად და ეს თავფურცელად ეს დაუდევი მე. არის შემთხვევები, როდესაც გაქცევა შეიძლება სიმხდალის ნიშანი იყოს, გახსოვთ ფსალმუნები 10, ნეემია 6, მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როდესაც გაქცევა არის გამბედაობისა და პატიოსნების დასტური. განა შოთა რუსთაველიც ამას არ გვეუბნება ჩვენ. იოსები საკმარისად ბრძენი იყო, რომ მიჰყოლოდა იგივე რჩევას, რომელიც პავლემ მისცა ტიმოთეს, გაეკეციო ახალგაზრდობის ბოროტ სურვილებს. გახსოვთ მეორე ტიმოთეს წერილი, მეორე თავის 22 მუხლი. თვითკონტროლი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი პიროვნული ხასიათის ჩამოყალიბებისა და ასევე ჩვენი ლიდერობის მოსამზადებლად. 27 მუხლი. არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიება და ღირსება. უგალავნო დანგრეული ქალაქი ვითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს. ეს არის იგავების 25 თავიდან 27 და 28 მუხლი. როდესაც არ არის ბარიერები, ყველაფერს შეუძლია შესვლა და გამოსვლა ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და ჩვენს სულში. როდესაც სამსონმა სხეული საკუთარი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენა, მისი სიცოცხლე ნანგრევების გრობაში დაიფლა და იქ გაჩერდა. ჩვენ ამას მსაჯულების წიგნის მე-16 თავში ვკითხულობთ. ხოლო როდესაც იოსებმა საკუთარი თავი მოთოკა, მან მისი სიცოცხლე სამეფო ტახტზე დაასრულა. ცხოვრებაში ეს იყო მეორედ, როდესაც იოსებმა თავისი სამოსი დაკარგა. გახსოვთ ხომ? როდესაც მისმა ძმებმა მას წაართვეს, გახადეს სამოსი და აგრეთვე 37 თავში, როდესაც ჩვენ წავიკითხეთ ეს ნაწილი. მაგრამ როგორც ერთმა პურიტანმა ქადაგებელმა თქვა, იოსებმა სამოსელი კი დაკარგა, მაგრამ მან თავისი პიროვნება შეინარჩუნაო. რადგან პოტიფარი ეგვიპტის სასამართლოს სისტემაში იყო ჩართული,
ჩვენ რა ბუნებრივია კითხვას დავსვავდით, რატომ არ სცადა იოსების გასამართლება, ან კიდე სიკვდილით დასჯა. რა თქმა უნდა, ღმერთი აკონტროლებდა სიტუაციას და ასრულებდა თავის შესანიშნავ გეგმას იოსებისთვის, ეგვიპტისათვის და იოსების ოჯახისათვის და ასევე მთელი სოფლიოსათვის. შემდეგი ქვეთავი არის უსამართლობის ატანა. ამ ისტორიის ნაწილში კიდევ ერთხელ ხედავთ ამას, თუ როგორ გვიხატავს უფალი განსხვავებას და კონტრასტს. იოსები პოტიფარის სახლში მართველი იქნებოდა თუ ციხეში, დამნაშავედ იყო ცნობილი. უფალი იოსებთან იყო და წარმატებას აძლევდა. ლოდინის სწავლა. გასოთ რა თქვა ფსალმუნ მომღერალმა 104 ფსალმუნში? გაგზავნა მათ წინ კაცი, მონად გაიყიდა იოსები. გატანჯეს ბორკილებით მისი ფეხები, რკინა მისწვდა მის სულს, ვიდრე ასრულდებოდა მისი ნათქვამი, უფლის სიტყვამ გამობრძმედაო იგი. მაგრამ ეს გამოცდილება არ არის ახლა მოხსენებული ამ ჩვენს 39 თავში. შესაძლოა იოსები მცირე ხნით იყო შეპყრობილი და დატყვევებული, მაგრამ მალევე ციხის ზედამხედველობა იგი გაანთავისუფლა და სხვა პატიმრების ზედამხედველობა დაავალა. ისევე როგორც მისი წინამორბედი პოტიფარი, ზედამხედველმა ყველაფერი იოსებს გადასცა და უყურებდა, როგორ წარიმართებოდა საქმე მის ხელში. ღმერთმა დაუშვა, რომ იოსებს უსამართლოდ მოყრობოდნენ და ციხეში ჩაესვათ, რათა მისი ხასიათი ჩამოყალიბებულიყო და მოემზადებინა ის მომავალი ამოცანებისათვის. ციხე იქნებოდა ის სკოლა, სადაც იოსები ისწავლიდა უფლის ლოდინს, სანამ მისი დრო არ დადგებოდა, რომ გაემართლებინა იგი და აესრულებინა მისი სიზმრები, რასაც ღმერთი დაპირდა მას. იოსებს დრო ჰქონდა ეფიქრა, ელოცა და ღვთისმიერ გამოგზავნილი ორი სიზმრის მნიშვნელობაც კი განემარტებინა. ის გაიგებდა, რომ ღვთის მხრიდან დაგვიანება ეს არ არის მისი მხრიდან უარის თქმა. ღვთის ბევრ მსახურს უნანია ღვთის გრაფიკის წინ აჩქარება და ტახტზე ასვლის მცდელობა ისე მოუთმელად. დოქტორ დევიდ მარტინ ლოიდ ჯონსი ამბობდა, ტრაგიკულია, როდესაც ადამიანი წარმატებას აღწევს მანამ, სანამ ის მზად არის ამისათვისო. რწმენითა და მოთმინებით ვიღებთ აღთქმებს, გახდოთ ებრაელთა წერილი 6 და ასევე 10:36 და მოთმინების სწავლის საუკეთესო გზა ეს არის ტანჯვა და გასაჭირი, რომელთა 5:3-4. და წავიკითხავ ამ ადგილს. ყოველივე სიხარულით ჩათვალე ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რა კი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის. მოთმინებას კი ქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოს ზრდასრულნი, სრულქმნილი ყოველგვარი ნაკლის გარეშე. გახსოვთ იაკობის წერილი, პირველი თავის 2 და 4 მუხლები. ღმერთი ხშირად გვართმევს ხოლმე ჩვენ ყავარჯნებს, რომელსაც ჩვენ ვიშველიებთ ჩვენს ცხოვრებაში, რათა ვისწავლოთ რწმენით სიარული მათ გარეშე და მხოლოდ ღმერთს მივენდოთ. 2 წლის შემდეგ ღმერთი მეღვინეს გამოიყენებს იოსების ციხიდან გამოსახსნელად. ამგვარად იოსების თხოვნა ფუჭად არ ჩაულია. ამ 2 წლის ლოდინის განმავლობაში იოსები ღვთისმიერ მის ყმაწვილობაში მიცემულ სიზმრეს ეჭიდებოდა რწმენით, ისევე როგორც თქვენ და მეც ეჭიდებით ღმერთის დაპირებებს. ღმერთმა აღუთქვა იოსებს, რომ ხალხი მის წინაშე თაყვანს მოიყრიდა, მუხლს მოიყრიდა და თაყვანს სცემდა მას და მას ჯეროდა ღვთის ამ დაპირებისა. მან არ იცოდა ის თუ როგორ შეასრულებდა ღმერთი ამას, ან როდის მოხდებოდა ეს, მაგრამ მან იცოდა, რომ ღმერთი აუცილებლად ერთგული იქნებოდა მისი დანაპირების. შემდეგი არის უკვე ინტერპრეტაციის სწავლა. უკვე მე-40 თავზე გადავდივართ. რადგან მეფის პატიმრები ციხეში ჩასვეს, იოსებმა გაიცნო რამოდენიმე კაცი, რომლებსაც მაღალი თანამდებობა ეკავათ ფარაონთან სამეფო სასახლეში და მათ წვდომა ჰქონდათ ფარაონთან. მათ შორის იყო ფარაონის მთავარი წდე, იგივე მეღვინე და სამეფო ბურის მცხოველი. მერი ქიფეს იგივე მეღვინეს წდეს მოვალეობა იყო მეფის დაცვა იმ უზრუნველყოფით, რომ მეფის ღვინო მომზადებულიყო და უსაფრთხო ყოფილიყო დასალევად. ანუ ის პირველი სვადა. თუ გავიხსენებთ ნეემიას წიგნს, ზუსტად ნეემიასაც ეს მოვალეობა ჰქონდა უკვე სპარსეთის ტახტთან და სპარსეთის მეფესთან. რადგან ის ფარაონის თანდასწრებით სახურობდა, ის გავლენიანი კაცი იყო, რომელსაც მეფის ყურამდე შეიძლებოდა მიეტანა ნებისმიერი რამე. ღმერთმა ეს ორი კაცი იოსების ცხოვრებაში შემოიყვან, რათა საბოლოოდ გაენთავისუფლებდნენ იგი და მისთვის ტახტი გადაეცა. სიზმრებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ეგვიპტის ლიდერების ცხოვრებაში და სიზმრების ინტერპრეტაციის უნარი დიდად საპატივცემუდო და დაფასებული იყო. აქამდე იოსები საკუთარ სიზმრებზე ფიქრობდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ის უკვე სხვების სიზმრებს უკეთებს ინტერპრეტაციას.
ის ფაქტი, რომ მან შენიშნა მამაკაცების სახეებზე შეშფოთებული გამომეტყველება, აჩვენებს, რომ ის ზრუნველი და გამჭრიახი ადამიანი იყო და ის ფაქტი, რომ იოსებმა ღმერთს დიდება მიაგო, მე-40-ე ამ თავის მერვე მუხლში კითხულობთ, აჩვენებს, რომ ის თავმდაბალი ადამიანი იყო. თავი 100 მუხლებით 13-19 არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს მეფემ განიხილოს შენი საქმე და შემდეგ კი აგადგინოს. ჩვენ ასეთ მსგავს სიტუაციას მე-4 მეფეთა 25 თავშიც კითხულობთ და ასევე ერემიას 52 თავში. მაგრამ რაც შეეხება ცხობელს, პურის ცხობელს, ხაბაზი ხო? ფრაზას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ფარაონი მას სიკვდილით დაჟიდა. ეგვიპტელები არ იყენებდნენ ჩამოხრჩობას, ისინი თავს კვეთენ მსხვერპლს და შემდეგ კი მის სხეულს ძელზე, ანუ ხეზე აკრავდნენ. ამგვარად ორმაგი გაგებით ცხობელის თავი აწეული იქნებოდა. იოსების ინტერპრეტაციები ახდა, მეღვინე თავის თანამდებობაზე აღადგინეს, ცხობელი კი სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ იოსებს უეჭველად ცხობელი შეეცოდებოდა, რომელიც ჩამოახრჩოს, ეს მისთვის უნდა ყოფილიყო სტიმული იმის დასანახად, რომ მისი ინტერპრეტაცია ზუსტი იყო და ფარაონმა ხელახლა განიხილა საქმეები და ეს ხალხიც გაანთავისუფლა. დობის სწავლა. რაც შეეხება დაბადების ჩანაწერს, მხოლოდ 2 შემთხვევა მოხსენებული, როდესაც იოსებმა ურწმუნოება გამოავლინა და ეს არის პირველი. როდესაც აქ ავლენს ამას. და ჩვენ ამას მეორე რჯულშიც ვკითხულობთ 52 თავში. როდესაც იოსებმა სადა იაკობისთვის ეთქვა, თუ როგორ უნდა ეკურთხებინა ორი შვილიშვილი. უკაცრავად დაბადების წიგნის 58 თავში ჩვენ წავიკითხავთ ამას მომავალში, როდესაც უკვე იოსები იაკობს ასწავლის, თუ ხელები როგორ გადააჯვარედინოს და როგორ დაადოს თავის შვილებს და იაკობი კი პირიქით უმცროს დალოცავს და უფროს არა. ასე რომ იქაც მეორე შემთხვევა არის ის და ეს პირველი შემთხვევა აქ, როდესაც ის ავალებს ამ ხალხს, რომლებსაც გაანთავისუფლებენ მეღვინეს, რომ წავიდეს და გაიხსენოს ეს. როცა მეღვინეს გაანთავისუფლებდნენ, ფარაონთან შეხება ექნებოდა, ამიტომ იოსებმა სთხოვა მას, მისთვის კარგი სიტყვა ეთქვა და ციხიდან გაეყვანა. ამ სიტუაციაში იოსები უფრო მიენდო ადამიანის შესაძლებლობებს, იმის ნაცვლად, რომ ღმერთზე ყოფილიყო დამოკიდებული და დალოდებოდა. ის მოუთმენლად უკვე მოთმინებას კარგავდა, იმის ნაცვლად, რომ ღვთის დროს დალოდებოდა. იოსებმა არ ახსენა თავისი ძმები და არც ბოროტებაში დაადანაშაულა ისინი, მან მხოლოდ თქვა, რომ ის სახლიდან მოიტაცეს. ამიტომ მონა არ იყო, არამედ თავისუფალი კაცი, რომელიც უკეთეს მოპყრობას იმსახურებდა. სიტყვა საპყრობილის გამოყენება აქ 40 თავში მე-15 მუხლში, ასევე იქნება 51 თავის მე-14-ში, სულაც არ ნიშნავს, რომ ის და სხვა პატიმრები საშინლად სავალო ადგილას იმყოფებოდნენ. ისინი მეფის პატიმრობისთვის განკუთვნილ ციხეში იყვნენ გამოკეტილები, რომელსაც ცოლთა უფროსის სახლი ეწოდებოდა. ამიტომ ეს ნამდვილად არ იყო საპყრობილი. შესაძლოა ეს შინა დაპატიმრებაც ყოფილიყო. იოსები ასევე ლაპარაკობდა, როგორც თქვენ და მე ვსაუბრობდით, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა თანაგვიგრძნოს ჩვენ მდგომარეობას. და ეს ადგილი ზუსტად ასახავს ამას. იმიტომ ამბობს იოსები ორმოში, ხომ, რომ უბრალოდ უფრო ძაფრად დახატოს თავის მდგომარეობა. განთავისუფლების აღდგენის შემდეგ მერიქიბემ არა მხოლოდ არაფერი უთხრა ფარაონს იოსების შესახებ, არამედ სრულიად დაავიწყდა იოსები. ხედავთ, რა გვემართება ჩვენ მაშინ, როდესაც ჩვენ დახმარებისთვის ხალხს მიმართავთ და არა ველოდებით უფალს. ნოენდობით მთავრებს, მოკვდავ ადამიანებს, რომელსაც არ შეუძლიათ გადარჩენა, ნეტარია ის, ვისი შემწეც იაკობის ღმერთია, ვისი იმედიც უფალშია, მის ღმერთზე, ცისა და მიწის, ზღვისა და ყველაფრის შემოქმედზე, უფალზე, რომელიც მარადიულად ერთგულია. გახსოვთ ფსალმუნ უმღერალი 145 ფსალმუნი 3, 5, 6 მუხლები. შემდეგი არის ღვთის მოქმედების მოლოდინი. 2 წელი გავიდა და იოსები კვლავ საპყრობილეში აგრძელებს მუშაობას და ისევ ელოდება რაღაცის მოხდენას. მაგრამ როდესაც ყველაფერი დაიწყო, მოვლენები სწრაფად განვითარდა, რადგან დადგა ღვთის დრო, რომ გაეაქტიურებინა თავისი გეგმები იოსებისათვის. თუ დაბადების წიგნის რომელიმე თავი ავლენს ღვთის უზენაესობას, ეს არის სწორედ ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გამოჩნდა მისი სუვერენიტეტი და უზენაესობა.
ღმერთმა ფარაონს ორი სიზმარი დაანახა. ღმერთმა ფარაონს ერთ დღამეს ორი სიზმარი ანახა, სიზმარი რომელიც მას აბნევდა და რომელთა ახსნა მისმა ჯადოქრებმა და მკითხავებმა ვერანაირად ვერ შეძლეს. ყურადღება მიაქციეთ სიტყვა აჰა გამეორებას პირველ და მეშვიდე მუხლებში, რაც ხას უსვავს სიზმრების სინათლეს და თანმიმდევრობის სისწრაფეს. მეფე ნაბუქოდონოსორიდან განსხვავები გასოთ ნაბუქოდონოსაც დანიელის დროს მასაც დაესიზრება, მაგრამ მას დაავიწყდება თავის სიზმრები და დანიელს გახსენებასაც კითხავს. არამედ აქ ფარაონი უკვე უზიარებს თავის ბრძენკაცებს ამ სიზმრების სიუჟეტს და შინაარს, მას მხოლოდ ახსნა ჭირდება. შესაძლოა ეს ადამიანები სიზმრების გაგების ნიჭით იყვნენ დაჯილდოვებული, მაგრამ ღმერთმა ისე იმოქმედა, რომ მათ ვერ შეძლეს მათი ახსნა. ეხლა მივდივარ ჩვენი მოუხლებამდე, როდესაც უკვე ამ მეღვინეს მერიქიბეს ღმერთი გაახსენებს იოსების თხოვნას და იოსების პიროვნებას. როდესაც დადგება უკვე სიზმრების განმარტების დრო და ვერავინ ვერ განუმარტავს სიზმრას. აი ზუსტად მაშინ ახსენება მერიქიბეს მეღვინეს იოსემა რა გააკეთა ციხეში და როგორ აუხდათ მათ ეს ზუსტად ეს სიზმარი. რადგან იოსების ციხიდან განთავისუფლების და ტახტის მიცემის დრო დადგა, ღმერთს მერიქიბის მეხსიერებაში ჩაენერგა, რათა მას გაეხსენებინა, რა დაემართა მას ციხეში. მისი მოხსენება იოსების სიზმრების გაგების უნარის შესახებ ზუსტად ის იყო, რაც ფარაონს სურდა რომ მოესმინა. ის ფაქტი, რომ იოსებს ებრაელს უწოდებენ, აქ მე-12 მუხლში, ფარაონს არ აწუხებდა, რადგან სემიტები ეგვიპტეში მიღებულები იყვნენ და თავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობის დაკავებასაც კი ახორციელებდნენ. რა თქმა უნდა, ფარაონს ახსოვდა ცხობელებთან და მერიქიბესთან დაკავშირებული დრამატული მოვლენები და ღმერთმა ფარაონი აიძულა, რომ იოსები უკვე გამოეძახებინა ციხიდან. რადგან ეგვიპტელები იმ დროს წვერს არ ატარებდნენ, ისევე როგორც ებრაელები იოსებს თავი უნდა გაეპარსა, ტანსაცმელი გამოეცვალა და ფარაონთან შესახვედრად მომზადებულიყო. 13 წლის განმავლობაში მას ეს უკვე მესამედ, მიაქცეთ ყურადღება, მესამედ ხდიან ტანსაცმელს, მაგრამ ამჯერად ის უკვე მართველის სამოსს მიიღებდა. ჩვენ ვაკებთ იოსებს მისი თავმდაბლობისა და სურვილისათვის პატივი მიეგო ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთისათვის, რომელსაც ამ თავის მე-16 თავში, მე-16 თავში ვკითხულობთ. ასევე იხილეთ მერვე თავი და დანიელის მეორე თავშიც ზუსტად ამას აკეთებს დანიელი. მან მოისმინა ფარაონის მიერ მისი ორი სიზმრის აღწერა და შემდეგ დაიწყო მისი ახსნა. ეს სერიოზული საკითხი იყო, რადგან ღმერთმა ეგვიპტის მმართველს აცნობა, თუ რას აპირებდა მომდევნო 14 წლის განმავლობაში და ფარაონს ეს ფაქტი გაცნობიერებული უნდა ქონოდა, რათა მომზადებულიყო. ახლა როდესაც მან იცოდა ღვთის გეგმა, ფარაონი ვალდებულიყო გაეკეთებინა ის, რაც ღმერთს სურდა მისგან. ამის გაცნობიერებით იოსემა ფარაონისათვის ინტერპრეტაციის მიცემაზე მეტი გააკეთა და ეს დიდ რწმენასა და გამბედაობას მოითხოვდა მისგან. იმიტომ რომ ის ახლა გამოსული იყო და მაინც მონადაბსახური იყო იქ ეგვიპტეში. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ უფალი იყო ის, ვინც იოსებს იყენებდა და ფარაონმაც კი მიიღო ეს წინადადებები. პირველი რიგში ფარაონს უნდა დაენიშნა ჭკვიანი და ბრძენი კაცი, რომელიც მიწისა და მისი მოსავლის ზედამხედველობას განახორციელებდა. მეორე, მას ამ კაცისათვის რამდენიმე კომისარი უნდა მიეცა, რომელიც მიწის სხვადასხვა ნაწილს განაგებდნენ და მომდენო 7 წლის განმავლობაში ფარაონისათვის თითოეული მოსავლის მეხუცედს შეაგროვებდნენ. მესამე, ეს საკვები შიმშილობის წლების დადგომისას გამოსაყენებლად და შესანახად უნდა შეენახათ. ღმერთმა ფარაონი აიძულა, რომ იოსები აერჩია. მეფის გული უფლის ხელშია, წყლის ნაკადულებივით სადაც უნდა იქითკენ მიმართავს მას, გახსოვთ იგავების 21 თავი. იოსების ქცევამ, სიზმრების ინტერპრეტაციის უნარმა და შიმშილობის პრობლემის გადაჭრის პოვნაში მისმა სიბრძენ ფარაონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაარწმუნა ის, რომ იოსები იყო ამ სამუშაოსათვის ყველაზე შესაფერისი ადამიანი. 13 წლის წინ მისმა ძმებმა ჩამოართვეს მას განსაკუთრებული სამოსელი, მაგრამ ახლა უკვე ფარაონმა მას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის სამოსელი ჩააცვა. ბეჭდის ბეჭედი, ოქროს ჯაჭვი, იოსების როგორც მეორე მეთაურის ძალაუფლების სიმბოლო იყო ეგვიპტეში. იხილეთ ასევე დანიელსაც ანალოგურად მოექცევა მერე ნაბუქოდონოსორი. ყურადღება მიაქციეთ განცხადებების სერიას, რომელიც იწყება სიტყვებით და ფარაონმა თქვა. დაბადების 51 თავის თანახმად ფარაონმა უბრძანა თავის ჩინოვნიკებს და აქ მუხლებში ის ელაპარაკა იოსებს და გამოაცხადა თავისი პოზიცია და ძალაუფლება.
44 მუხლში ფარაონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იოსებისთვის და ყველა მისი მსახურისათვის და ეს საქმეც დამტკიცდა. ფარაონმა იოსებს ახალი სახელი დაარქვა, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია ჩვენთვის, მაგრამ ამის მერე ფარაონმა კვლავ უწოდა მას იოსები. იოსებს ასევე მიეცა საკუთარი ეტლი, რომელთანაც ხალხი მიდიოდა, ვისაც ვიც უნდა დამორჩილებოდა და ვისაც ებრძანა, რომ თაყვანი ეცად მისთვის, ისევე როგორც ფარაონის წინაშე ისინი მუხლმოყრილი უნდა მიცულიყვნენ. თუ ეს ურწმუნო ეგვიპტელები მას თაყვანს სცემდნენ, ერთ დღესაც იოსების ოჯახიც დაემორჩილებოდა იგივეს, როგორც ღმერთმა გამოუცხადა მას თავის სიზმრებში. საბოლოოდ ბეჭედთან, სამოსელთან, ოქროს ჯაჭვთან, ახალ სახელთან და ელთან ერთად იოსებს ცოლიც აჩუქეს. მზის ღმერთის რაჰის ერთ-ერთი მღვდლის ქალიშვილი. ეგვიპტეში მღვდლები ძალიან გავლენიან კასტას წარმოადგენენ, ქურუმები და ეგვიპტელი ცოლის ყოლა გააძლიერებდა უფრო მეტად იოსების ურთიერთობას ამ ქვეყანაში რელიგიურ ლიდერებთან. მე მჯერა, რომ იოსებმა ასწავლა მის მეუღლის ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთის შესახებ, რის გამოც მან მოაბელი რუთის მსგავსად მიატოვა თავისი ცრუ ღმერთები და წამოვიდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთის ფრთებქვეშ. გაიხსენეთ რუთის წიგნი? წარსულის პატიება და დავიწყება. 13 წლის განმავლობაში ღმერთმა იოსებს საშუალება მისცა, მიეღო რამდენიმე საოცარი რამ. მან კურთხევა მოუტანა ფოტიფარის სახლს და ციხეში მყოფ ხალხს, მან გადაალახა ცდუნება და იმის გამო გადაიტანა ცრუ ბრალდება და დიდი უსამართლობა. იოსები იყო რწმენის კაცი, რომელიც ღვთისგან მოქმედებას ელოდა და ის მზად და მორჩილი იყო, როდესაც მოწოდება მოუვიდა. მაგრამ იყო კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც რაღაც მხრივ ყველაზე დიდი იყო მის ცხოვრებაში. ღვთისწყალობით მას შეეძლო წარსულის ტკივილისა და ცუდი მოგონებების წაშლა და ახალი დასაწყისის დაწყება. რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც შეეძლო სხვების სიზმრების ახსნა, შეეძლო ასევე საკუთარი სიზმრების ინტერპრეტაცია მოეხდინა. იოსებს უნდა დაესკვნა, რომ შიმშილი მის ძმებს ეგვიპტეში მიიყვანდა და ეს ნიშნავდა, რომ მას მოუწევდა მათ წინაშე, მათი ცოდვების წინაშე დადგომა და მათი მამის წინაშე ხილებაც. მას სურდა, რომ მისი გული სუფთა და მართალი ყოფილიყო ღვთის წინაშე, რათა თავად ყოფილიყო მათთვის კურთხევა, ისევე როგორც ის იყო კურთხევა ყველასათვის. სადაც კი ღმერთმა ის მოათავსა. სახელი მენაშე, რომელსაც ის არქმევს თავის ვაჟილს, ნიშნავს დავიწყებას. იოსებმა არ დაივიწყა თავისი ოჯახი ან მოხდარი მოვლენები, მაგრამ დაივიწყა მათ მიერ გამოწეული ტკივილი და ტანჯვა. მან გააცნობიერა, რომ ღმერთმა ეს სიკეთისათვის ჩაიფიქრა და ამას ჩვენ ამ წიგნის დაბადების წიგნის ბოლოში 50-ე თავის მე-20 მუხლში ნახავთ. ამიტომ წარსულის ამ პერსპექტივიდან შეხედვით, მან მიაღწია გამარჯვებას თავის ცუდ მოგონებებსა და სიმწარეზე. მას შეეძლო გულში წყენა ქონოდა იმის გამო, თუ როგორ მოექცენ მას მისი ძმები, მაგრამ წყენა ეს როგორც სარეველებია შვენიერ ბაღში, ან კიდევ მიკრობები ჯანმრთელ სხეულში. ისინი უბრალოდ იქ არ უნდა იყვნენ. სახელი ეფრემი მეორე შვილისა ნიშნავს ორჯერ ნაყოფიერს. ეგვიპტე იოსებისათვის გასაჭირის ადგილი იყო, მაგრამ ახლა მას უკვე ორი ვაჟი ყავდა და ნაყოფიერი იყო ამ მიწაზე. მაგრამ უფრო მეტიც ის ნაყოფიერი გახდებოდა როგორც მიწის მეორე მართველი და ღმერთი მას გამოიყენებდა მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად, მათ შორის საკუთარი ოჯახისა და ისრაელის ერისა. საოცარია, როდესაც შეგიძლია გაიარო განსაცდელის დრო ისეთი დამოკიდებულით, როგორც იოსებს ჰქონდა, წარსული წყენა დავმარხოთ და აწყოს კურთხევებით ვიხაროთ და ერთდროულად დამვიწყებლები და ნაყოფიერებიც ვიყოთ. რა ტრაგედია, როდესაც ადამიანები იხსენებენ იმ მტკივნეულ საქმეებს, რაც ხვემა გაუკეთეს და მთელი ცხოვრება სიმწარეში ატარებენ, რაც მათ სიმშვიდეს და სიხარულს ართმეს. ისევ როგორც იოსებმა გაიხადა ციხის ტანსაცმელი და ახალი დასაწყისი დაიწყო, ჩვენც ასევე ხშირად გვჭირდება ძველი ტკივილის გახდა, მოშორება, დავიწყება, რათა რწმენისა და სიყვარულის ახალი განწყობა ჩავიცვათ და შევიმოსოთ. გახსოვთ ეფესელთა წიგნში პავლე რას გვეუბნება მე-4 თავში, მე-20-დან 32 მუხლებში და ასევე კოლოსელთა წერილშიც იმეორებს, მე-3 თავის 1-დან 17 მუხლების ჩათვლით. ძალიან დიდი მასალა და ამიტომ მე უძულური ვარ, რომ ყველა წაგიკითხოთ. ამიტომ გთხოვთ ნახოთ, იმიტომ რომ ახალი აღთქმის პარალელები სასიცოცხლოა ჩვენთვის. თუ გინდათ რომ ნაყოფიერი იყოს ამ კომენტარების მოსვენა. ვიმეორებ ეფესელთა მე-4 თავის 20-დან 32 და კოლოსელთა მე-3 თავის 1-დან 17 მუხლების ჩათვლით. იოსების მიერ სიზმრების ინტერპრეტაცია ზუსტი აღმოჩნდა და ეგვიპტემ 7 წელი უხვი მოსავლით ისიამონა, რომლის მეხუთედი ფარაონის საწყობ ქალაქებში ჩაიდო. შემდეგ შიმშილობა შუა აღმოსავლეთის იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც
იაკობის ოჯახი ცხოვრობდა. იოსემა უზრუნველყო საკვები, რომელმაც გადაარჩინა მთელი ხალხის სიცოცხლე, მაგრამ სხვა ერებიდანაც დაიწყოს უკვე მოსვლა ეგვიპტეში, საჭმლის საყიდლად და იოსემა იცოდა, რომ ერთ დღესაც მისი ძმებიც ასევე გამოჩნდებოდნენ და მოვიდოდნენ მასთან და მის წინაშე თაყვანს და მუხლს მოიყრიდნენ. შემდეგ დაიწყებოდა ყველაზე დიდი დრამა, ურთიერთობების აღდგენა, გაყოფილი სახლის პირობებში და ჭრილობების შეხორცება, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩირკს აფრქვევდა. იოსების როგორც სახურის, პატიმრისა და თანამდებობის პირის ყველაზე სამაგალითო ის იყო, რომ თუ როგორ ეპყრობოდა ის თავის ძმებს, როგორ მოეპყრობა ის თავის ძმებს და როგორ მიიყვანს მათ მონანიებამდე. ეს იყო მისი მხრიდან სულიერი გამჭრიახობის, მოთმინებისა და უდიდესი სიყვარულის შედევრი. ეს იქნება ჩვენი თემა შემდეგი ორი კვლევისათვის მომავალშიც. შენიშვნები: ეგვიპტელები არ ჭამდნენ ებრაელებთან ერთად. ამას ჩვენ 53 თავში წავიკითხავთ. არ ჭამდნენ ებრაელებთან ერთად, რამდენადაც მათ ექსკლუზიური დამოკიდებულებაში იყვნენ სხვა ხალხების მიმართ. და განსაკუთრებით მე წავიკითხავთ, როგორ აფრთხილებს იოსები, რომ არ თქვა რომ წყემსები არიან, არამედ მეჯოგეები და განსხვავებაც იყო, რომ ეზიზღებოდათ ეგვიპტელებს წყემსები. ალბათ სუნის გამო ან სტატუსის გამო. მეორე შენიშვნა საინტერესო იმის დანახვა, თუ როგორ ასახავს იოსების ცხოვრება ისრაელის ისტორიას. ისრაელის ერის მსგავსად იოსები კურთხევა იყო წარმართებისათვის. ის იტანჯებოდა მათი ხელით, ბრალდებები და ცილისწამებაც განიცადა და მაინც ის გახდა მართველი და ერების გადამრჩენი. დანიელის ბაბილონში განცდილი გამოცდილება იოსების ეგვიპტეში განცდილების ძალიან მსგავსია. იოსების მსგავსად დანიელიც წაიყვანეს სახლიდან. მისი სახელი შეცვალეს, მანაც ასევე სიზმრები განმარტა და ისიც დააწინაურეს და ისიც კურთხევა გახდა წარმართებისთვის. მესამე მსგავსი სცენარით იხლეთ მეოთხე მეფეთა ყურადღება მაქცევთ, როგორ გადაიქცა დავითის შვილი ამონის სიყვარულის სიძულვაში. როცა ლაპარაკი იყო, ესე იგი პოტიფარის ცოლის მიერ ცდუნებაზე, ხომ? და თუ წაიკითხავთ აი ამ ადგილს, ძალიან საინტერესო ადგილია მეოთხე მეფეთას მე-13, როდესაც უკვე დავითის სასჯელები უკვე ხორცს ისხავს, როდესაც ნათანი ეტყვის ღმერთისაგან გამოტანილი განაჩენს, მიუხედავად ამისა მონანიების შემდეგ იწყება უკვე მისი შეჭირვება. და პირველი რაც ხდება, ეს არის მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი, რომელიც უკვე აბესალომის დასთან თამართან ითხოვს უკვე კურნებას, ესე თქვათ, მოვლას ავათარი, ვითომ ძალით მოიმიზეზა, ამ დროს მისი დაუფლება უნდოდა და აუპატიურებს თავის ნახევარ დას. და ეს დიდი ტრაგედია დატრიალდა, მე აბესალომი კლავს ამნოს. გთხოვთ წაიკითხოთ მეოთხე მეფეთა მე-13 და მიხვდებით იქ, რომ კონტრასტი დავინახოთ, რა გააკეთა, როგორ თავი მოთოკა იოსემა და რას აკეთებს აგერ ამონი, იგივე ყამონი. მეოთხე პოტიფარმა იცოდა, რომ იოსები იყო მისი ოჯახის კეთილდღეობის მიზეზი და შესაძლოა მას ეჭვი შეეპარა და ამბობდა თუ არა მისი ცოლი სიმართლეს. ბოლოს მტკიცებული მხოლოდ ირიბი იყო და ეს იყო მისი სიტყვა იოსების სიტყვის წინააღმდეგ. მაგრამ პოტიფარს მოუწია არჩევნის გაკეთება სამართლიანობასა და ბედნიერ სახლს შორის და ბოლოს იოსები ხო მისი მონა იყო და ის იყო ებრაელი. გვაინტერესებს როგორ მოექცა იოსები პოტიფარს და მის ცოლს რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის უკვე ქვეყნის მეორე მართველი გახდა. მართლაც მეც გამიჩნდა ეს კითხვა, მახსოვს პირველადაც რო წავიკითხე, ხო? იმიტომ რომ ჩვენში არის ხო რაღაცა ესეთი მოუთმელობა და ყველა სერიალები ამას იმაშვებიან, ხო, გადმოცემენ თუ რო ჩაუვარდება მე ადამიანს ეს როგორ იმას იზავდა თუ იქნებოდა ამისი დაუშვათ შურის ზიება ან სამართლიანობის რაღაცა მიღწევა თუ პატიება. მეხუთე, რადგან იგივე ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც საპყრობილი, ასევე ითარგმნა როგორც ორმო, დაბადების 37 თავში და შესაძლოა იოსები ამ ორ გამოცდილებას საკუთარ გონებაში უკავშირდა. ორმოში გახსოვთ, რომ ჩააგდეს და საპყრობილი და აქ სიტყვა იყო ორმო და როცა თხოვს მეღვინეს რომ იხვალ ფარაონთან და იყვება თავის ისტორიას, ხო? და საპყრობილეს ახსენს როგორც ორმოს. და ამაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ გაუგებრობა არ იყოს, რომ აქ უკვე მას ისეთი რა ქვია ძალიან აკვეთილი და ბორკილები დადებული ცხოვრება არ ქონდა. გარკვეული დრო შეიძლება დაბორკეს, მაგრამ შემდეგ უკვე განთავისუფლებული, თავისუფლად უკვე მართავს კიდევაც და მაგრამ აღწერის დროს იშველებს ამ სიტყვას ორმოს. შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ. მეექვსე, ვარაუდებია სიცოცხლის სიუხვე. ღმერთი ლაპარაკობს და ის ცოცხლობს, კაცი რომელმაც ის ყველაფერი და სიცოცხლის მატარებელია.
ზოგი მეშვიდე ზოგი იოსებს ქორწინებაში ხედავს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სურათს, რომელიც ქორწინდება წარმართ პატარ ძალზე ისრაელის მიერ მისი უარყოფის ამ პერიოდში. საინტერესოა ხო ჩვენთან წარმართებზე და მერვე ბერძნება ონს ჰიპერპოლისი უწოდებს, რაც ნიშნავს წმინდა ქალაქს. ის მზის ღმერთის რაის თაყვანისცემას ეძღვნებოდა. ერთ-ერთ ძველ ლექსში ნათქვამია მზის ღმერთი რა, რომლის სალოცავები ოდესღაც ფარავდა ჰექტრებს, ახლა კროსვორდის შემქმნელთათვის შემავსებელიაო. გადავთ, ახლა დღეს უკვე არაფერს აღარ ნიშნავს ეგ, უბრალოდ კროსვორდში როცა ავსებენ, ამას იხსენებენ და როგორი ისე უკვე გახუნდა, როცა ცოცხალი ღმერთი დღესაც აქტუალურია და დღესაც ჩვენ მას ვეთაყვანები და ის მართავს თელს სოფლიოს და სამყაროს. მაგრამ იოსების დროს მზის ღმერთის ღრუბლებას დიდ პატივს სცემდნენო. ესეც რო ვიცოდეთ, რომ დახატოთ, მეც ვარ მუზეუმში ნამყოფი. მუზეუმი დადიოდა ეს გამოფენა ავსტრალიაში და ძალიან ის არის და ყველა თუ დიდ მუზეუმებს ნახავთ, ხო, ეს ამერიკაშიც იყო, აქაც კანადაშიც, სადაც არის ეგვიპტური განყოფილება და ეგვიპტიდან წამოღებული საოცარი კულტურა ქონდათ ეგვიპტელებს. რომელიც მე ძალიან რაღაც ცუდ განცდებს მიბადავს, როცა უყურებდი ამ სარკოფაგებს, ამ მუმიებს, რომლებიც ის არის ძალიან ისეთი რა, ძალიან არა კარგი განწყობა. და სოთაშოს მართლმადიდებლებიც უბრალოდ ესეთ რაღაცებს რომ ამოთხრიან და იმაშრებიან, აშრობენ ამ კუდრებს და არიან ამ იმაში რა ქვია კუდრების პატივისცემაში. მადლობა მოსმენისათვის.